რამდენიმე წამში უკვე შემოგვიერთდება რომან კაკულია, საზოგადოებრივი მოძრაობა, პოლიტიკური არჩევანის ხელმძღვანელი და მასთან ბუნებრივია საუბარს დავიწყებთ მოახლოებული 4 ოქტომბრით, იმიტომ რომ უკვე 2 დატვირთვა აქვს ამ თარიღს. არჩევნებთან ერთად არის საპროტესტო შეკრება, რომლის ორგანიზატორიც არის პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, რომელიც 6 თვის წინ შეიქმნა. ბატონო რომან, საღამო მშვიდობის, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს აყურებას. პირველ რიგში დავიწყოთ დღეს რა ვითარებაში არის ოპოზიციური ფლანგი, აი როგორ შეაფასებთ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს. იმიტომ რომ ნაწილი ემზადება არჩევნებისთვის, მეორე ნაწილი განსაკუთრებულ აქცენტს და დიდი მეც ამყარებს 4 ოქტომბრის აქციაზე და არიან თქვა ამ აქციისგან გამიჯნული პოლიტიკური ძალებიც. ხო, ადვილი შესაძლებელი არ არის ხლა ეს რა დღეში არის დღეს ოპოზიცია. ნუ ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც პრინციპში რადიკალურად უპირისპირდება ხელისუფლებას და მას აღიქვამს როგორც რუსული პოლიტიკის გამგზავრებლად, ეს არის მათი ნარატივი. ისინი უფრო მეტ საერთოს, რა თქმა უნდა, პოულობენ დასავლეთის იმ ძალებთან, იმ შეხედულებებთან, რომლებიც ასევე დაპირისპირებაში არიან, რა თქმა უნდა, რუსეთთან და ეხლა აქ შეფასებისთვის მე გამოვიყენებდი ერთ ტერმინს, რომელიც ამას წინათ შემხვდა. ერთ-ერთი საჯარო ინტელექტუალი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სწავლობდა სწორედ იმ დასავლეთზე, რომელთან ძალიან ახლო კავშირებშიც არის ეს ოპოზიცია, რომელზეც თქვენ მეკითხებით, მან იხმარა ესეთი ტერმინი პოსტმოდერნისტული ვირუსი და იცით რა გულისხმობდა ამაში? გულისხმობდა ტენდენციას, როდესაც ჩვენ შეგიძლია გააკეთო განცხადება, თქვა რამე და მე ამას არაფერი არ მოყვეს, ამას დროულად გააკეთო რაღაც პოზიციონირება და არავითარი პასუხი არ აგო იმაზე, მერე რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას. ის საუბრობდა იმაზე, რომ დასავლეთში ეს არის ტენდენცია. პოსტმოდერნისტული ვირუსი უწოდა მან ამას, რომელმაც პოლიტიკა დააზიანა მთლიანად. ადამიანები აკეთებენ განცხადებას, მერე მეორე დღეს ამას შეიძლება არაფერი არ მოყვეს. ანაკეთებენ განცხადებას და თქვენ 4 ოქტომბრის გეგმის ამიტომ ამბობ, რომ ეს ხალხი მე ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რამოდენიმე ვინც განსაკუთრებით უპირისპირდება ხელისუფლებას, მე პირადად მგონია, რომ ესეც იმ პოსტმოდერნისტული ვირუსით არიან დაავადებული, რომელზეც ის ბატონი საუბრობდა და ამიტომ მათგან ნათქვამი, რომელიც შემდეგ მოქმედებით არ გაგრძელდება, ან ნათქვამი, რომლის პასუხისმგებლობაც მათი თავარი საფიქრალი არ არის, ეს შემიძლია ჩვეულებრივი მოვლენა. გამარტავენ, რომ ხალხის რაოდენობა, მათი მხარდამჭერთა რაოდენობა განსაზღვრავს ზუსტად იმ მოლოდინებს, რომლებსაც ისინი აანონსებენ. რამდენად აქვს თქვენი აზრით დღეს ოპოზიციას ეს რესურსი, რომ ის გეგმა, რომელიც ანონსდება უკვე რამდენიმე კვირა, იქცეს რეალობად? იცით რა შესაძლოა, მე ხა ჩემი კვლევების ჩატარების საშუალება არ მაქვს და ეგ შეკითხვა მეც ნამდვილად მაქვს. მეც მაინტერესებს ნამდვილად ეხლა ეს გახლეჩა, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, ეს სოფხედველობრივი გახლეჩაა და რა შესაძლოა, იცით ეხლა ეგ უმთავრესი შეკითხვაა, ვინ რამდენი ვართ, მეც ნამდვილად მაინტერესებს. მე იმედოვნებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაუშვათ რეალურად აღიქვამენ საფრთხეს და რომლებიც თვლიან, რომ არსებული საფრთხეები ოცნების გამოგონილი რეალობაა და სინამდვილეში ეს საფრთხე მათ იმიტომ გამოიყენეს, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა და მე მგონია, რომ ეს ადამიანები უმრავლესობაში არიან, მაშინ ჩვენი ქვეყნის საქმე მე მგონია, რომ კარგად არ იქნება ნამდვილად და მიმედი მინდა ვიქონია, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ იცით რა შესაძლოა გავუდოთ, ეხლა დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, ხო, რომ შევაფასოთ ოპოზიცია ჩვენი და საერთოდ შიგნით რა ხდება. აქ ძალიან დიდი ხვედრით წელი აქვს იმას, როგორ რეაგირებს და ვინ როგორ რეაგირებს იმაზე, რა ხდება გარეთ. და გარეთ რა ხდება? ეს ახლა თავარი რა არის, იცით? დღეს მე ესე მგონია ჩემი ხედვიდან ასე ჩანს, რომ გადარჩენა არის ჩემი აზრით თავარი სიტყვა. იმიტომ რომ ახლა სოფლიო წესრიგის ფორმირება არასოდეს არ მომხდარა. ახლა თქვენ ისტორიკოსები ხსენებენ 4 ძირითად ქალაქს, ვესტფალი, ვენა, ვერსალი, იალტა, ასე შემდეგ. ყოველთვის ომით წყდებოდა მოპოვება იმ ადგილის, იმ რუალ მაგიდასთან, სადაც ახალი წესრიგი უნდა დაწერილიყო და ისეთი ქვეყნებისათვის, როგორც ჩვენ ვარ, რომელსაც პირდაპირ იმ მაგიდასთან მისასვლელი ჯერჯერობით არ აქვს, ჩვენთვის თავარი სიტყვა არის გადარჩენა. ანუ ის პოლიტიკური ძალა არის ჩვენთვის დაწინაურებული ძალა და მას უნდა ერგოს დაუშვათ ქვეყნის განვითარების რიჩაგები, ვისაც გადარჩენის და განვითარების სტრატეგია აქვს ერთად და გადარჩენა ითხოვს პოზიციას.
და პოზიცია არის ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება და პოზიცია, აი ეს რა შესაძლებელი პოზიცია არის სოფხედველობის ნაწილი. და რადგან ჩვენ სწორედ სოფხედველობრივად ვართ გახლეჩილი, ამიტომ პოზიციაც არის აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი. ერთი რასაც გადარჩენად მიიჩნევენ, ეხლა მეორენ იმას ყველანაირი დამამცირებელი ეპიტეტით ზოგი პრორუსულად მოიხსენებს და ასე შემდეგ, თუმცა მე ამ გადარჩენას რომლის სტრატეგიაც ჩემი აზრით ქართულ ოცნებას აქვს, შეიძლება აკრიტიკო ის რა თქმა უნდა იმ შედეგებისათვის, რაც დადგა და არავის არ მოგვეწონება ახლა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს. რა თქმა უნდა მივიჩნევ რეალურად, ახლა აქ საქმე რაშია, იცით ახლა არავის არ მოგწონს დისტანცირება, არავის ახლა ნუ მე ვლაპარაკობ იმ სოციუმის სახელით, ვისაც მე წარმოვადგენ, ახლა არავის არ მოგწონს დისტანცირება ევროკავშირისაგან. არავის არ მოგწონს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ საუბრობთ გარდაუვალი ხომ არ იყო ეს? შეუძლია ხელისუფლებას რომ აი ეს მოცემულობა რაც ახლა აქვს ევროკავშირთან შეცვალოს. ეხლა ვერ შეცვლის ასე იულად. თუ აქვს, მაშინ რა ვერ შეცვლის და მარტო მისი ბრალი არ არის. ეხლა რაშია საქმე, იცით ახლა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რამდენად მაქსიმალურად ეცადა ხელისუფლება, რომ ეს დისტანცირება არ მომხდარიყო, მაგრამ თუ შენ გესმის აი ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება რის თქმა უნდა. საქმე რაშია, იცით, თუ შენ იზიარებ იმას, რომ გადარჩენა იყო ახლა მთავარი პრიორიტეტი, ამ გადარჩენის გზაზე ჩვენი ინტერესები ერთმანეთს აცდა, ჩვენი და ევროკავშირის. ამიტომ დისტანცირება იყო გარდაუვალი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვიმჯეროთ იმაზე, ეს დისტანცირება ნამდვილად ამ დონეზე იყო საჭირო თუ შეიძლება და უფრო უკეთესად, მაგრამ ეს მსჯელობა შეიძლება იმ ხალხთან, ვინც ამ გადარჩენის თემას პირველ ადგილზე აყენებს და ესმის გარდაუვალი რო იყო დისტანცირება და ის სხვა თემა ეს დავასრულებ თუ შეიძლება. დავასრულებ თუ შეიძლება რაღაც აზრები და ჩავაყალიბო. იმიტომ რომ ეს თავარი ახლა კიდო გადარჩენა შენ თუ აღიქვამ თავარ პრობლემად არა, მაშინ შენ ისიც უნდა გესმოდეს, რომ დისტანცირება იყო გარდაუვალი. შენ მე შეიძლება გეკამათო იმაზე, რომ აი ამ დისტანცირებაში ესენი შეიძლება სხვაგვარად მოქცეულიყო, ან განცხადება სხვაგვარი გაიკეთებია, წერილი სხვა შინ არც გაიგზავნათ, მაგრამ დისტანცირება რომ გარდაუვალი იყო, ეს თუ გჯერა, მაშინ ჩემს გვერდით გეხარ და მაშინ მე ასეთი კრიტიკული უკვე ხელისუფლების მიერ და არ ვარ. შეიძლება ვიყო კრიტიკული ამის მაგივრად, ის რატომ არ გააკეთება, მაგრამ ეს სხვა თემაა. ეს წარმოჩენა იმის, რომ იცი რა არიან ადამიანები, რომელსაც კარგად ესმით, რა არის დემოკრატია, რა არის ევროკავშირი და არიან ადამიანები, რომელსაც საერთოდ არ ეზმით ეს ყველაფერი და არიან ავტორიტარიზმის მიდრეკილები. მარტო ასე არ არის საქმე, აქ ჩვენც ბევრი ადამიანები ვართ, ისეთ რომელსაც არ მოგწონს ის რა რეალობას დადგა, მაგრამ ჩვენ უყურებთ სხვა კუთხიდანაც გარდაუვალი ხომ არ იყო ეს დისტანცირება თქო, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი და ევროკავშირის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ რუსეთის საფრთხე როგორც ასეთი გაგვეთვალისწინებინა. ევროკავშირი სხვა ნარატივზე იყო. ისინი რუსეთს მოწინააღმდეგეთ კი არ აღიქვამენ. ისინი აღიქვამენ ასეთი ნარატივის გაგრძელებაში არიან, რომ ეს არის ბოროტებასა და სიკეთეს შორის დაპირისპირება და ბოროტების ინტერესებს ახლა როგორ გაითვალისწინებთ? დღემდე აქ არიან ესენი. და მიუხედავად იმისა, რაც ხდება იქ, არა, აი მაგათი ნარატივი არის, რომ მას არ შეეძლოთ მაგის დაშვება, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინება შეიძლება და ახლა ეს ხალხი, რომელიც ამდენ დემოკრატიაზე საუბრობს, მე მაგათ პრინციპში ვეძახი სურვილების რეალობა არის ეს. სურვილები ეს გადასარევი მაქვს, ევროპულიც და გადასარევად ვიცი რა რისგან განსხვავდება, მაგრამ სურვილების რეალობა სხვა არის და რეალობა, რომელსაც შეიძლება პასუხისმგებლობით მიყვე, ეგ სხვა არის, იმიტომ რომ ჩვენ რო გადავრჩეთ, ქალბატონო თამთა ეს მნიშვნელოვანია, რომ გადარჩენას ჭირდება ისტორიული კოლექტიური პასუხისმგებლობა. რომელიც სურვილების რეალობაზე თუ იქნება დაფუძნებული, მაშინ ჩვენ მივიღებთ იმას, რაც არის პოსტმოდერნისტული ვირუსი, გადასარევი განმარტება იყო ეს და ამიტომ ეხლა როდესაც თქვენ მეკითხებით, რა ჭირს ამ ოპოზიციასო, ესენი ამ ვირუსით დაავადებულები არიან და ამიტომ რა დაემართება და რა სიმპტომით გამოვლინდება, მაგის თქვა ნამდვილად არ შემიძლია. გამორიცხავთ თუ არა თქვა თუნდაც ვითარების დაძაბვას და ესკალაციას 4 ოქტომბერს, რაზეც უკვე გამაფრთხილებელი გზავნილები ისმის ხელისუფლებისგან, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ანონსდება პირდაპირ მშვიდობიანი დამხობა. მართალია ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ამ ორი თქვა სიტყვის ერთმანეთთან შეუთავსებლობაზე. სწორედ ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ ესკალაციის რისკებს თუ ხედავთ. რისკები ახლა ამ ადამიანების გადამკიდე როგორ არ უნდა არსებობდეს, მით უმეტეს რომ ერთ-ერთი ბოლო გაბრძოლება ამას იმედია ხვდებიან ახლა ესენი, იმიტომ რომ ამის შემდეგ ახლა წინ ისეთი პერიოდი რჩება მერე რომ ახლა ყოველ შემთხვევაში გამორიცხული ნამდვილად არ არის, თუმცა ის შეფარდება როგორია იმ ადამიანების აი ამ სოფხედველობრივ გახლეჩილობის შემთხვევაში ვინ როგორ შეხედულებებზე რამდენია მე ნამდვილად არ ვიცი. მე კი მაქვს იმედი რომ დაუშვათ ადამიანები რომლებიც ამ საფრთხეს ქართული ოცნების გამოგონილ საფრთხედ არ აღიქვამენ
და რეალურად ხედავენ ამას და ამავდროულად გადასარევად ესმის რა დავკარგეთ რაც სუდია რომ დავკარგეთ ისიც ესმით რომ 100 ადვილად ეს ყველაფერი არ ადგება მაგრამ პირველ ადგილზე თუ გადარჩენას რომ აყენებენ თუ ესეთი რაოდენობა ადამიანების მეტია მაშინ არაფერი არ მოხდება თუ ადამიანები ახლა სურვილების თემაში არიან და გონიათ რომ ორი ავტობუსი გადის ახლა ერთი ევროპისკენ და მეორე რუსეთისკენ და რომელშიც ჩაჯდობა ჯომია იმიტომ რომ ამათ იციან რა არის კარგი ევროპა და იმათ არ იციან თუ ასეთი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია ჩვენგან სახელმწიფო მაინც არ გამოვა ვხედავთ რომ პოლიტიკური ძალთა სიმრავლე იქნება მით უმეტეს ვხედავთ პოლიტიკური ძალთა სიმრავლე და დისტანცირებას თუნდაც არჩევნების ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური ძალებისგანაც. იცით რა, ან ბოლოს ახლა ყველაზე მთავარი საშიშროება რაც ბევრჯერ თქმულა ახლა მე ორიგინალური ვერ ვიქნები. ყოველთვის ამ ხალხს რომელსაც ახლა მთავარი თემა რა არის, იცით, როდესაც ახლა დასავლეთზე არის ლაპარაკი აქ მე არ ვიცი რამდენად გვექნება ჩვენ მაგის დრო ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავახასიათოთ რა რაჭის დასავლეს დღეს თუ ესა ვერ გავიგეთ მაშინ ვერ გავიგებთ ახლა ჩვენ რა ურჩიოთ შემდეგ და როგორ შევიდეთ კომუნიკაციაში იმ ადამიანებთან რომლებიც ამ სურვილების თეორიაში არის იმიტომ ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და ახლა ადრე თუ გვიან ჩვენ ეს საუბარი მოგვიწევს ახლა მე მზად ვარ ამ საუბრისთვის ვისთანაც შესაძლებელია იგი იმიტომ რომ მე მზად ვარ იმიტომ რომ დავფიქრდე ვეცადო მიუხედავად იმისა რომ არ მესმის დღეს იქნებ მათი კუთხიდან შემოხვედრა ამას იქეთ მაგის ცდელობა არ არის. ამიტომ აქედან გამომდინარე ხა საშიში ყოველთვის იყო ერთი რამე. ხელოვნურად მომხდარ იყო ისეთი რამე, რომელიც გახდებოდა ახალი ათვლის წერტილი, ახალი რეალობის და ეს ყოველთვის იყო ხოლმე მსხვერპლი. ღმერთთან უკნას რომ ასეთი რამე მოხდეს. ახლა თუ იმეს ეს ჩაფიქრებული აქვს, მაშინ სხვა განვითარების სცენარი იქნება. თუმცა ხელისუფლებამ საკმაოდ კვალიფიკაცია დააგროვა ახლა ამ წინააღმდეგობის ტალღების მართვის პრინციპში ის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც მათ ჰქონდათ იმ დაუსჯელი რაღაცა თემების, მე მგონი თვითონაც მიხვდნენ რომ მაგის გარეშე უნდა მოხდეს თუ რამე იმართება. ახლა აქედანაც მე მგონი მიხვდნენ ესენი რომ დაუჯელი არ დარჩება მთელი რიგი ისეთი მოვლენები რომელიც სხვაგანაც არ შეიძლება ხოლმე დაუჯელი და აკრატო უნდა დარჩეს და იმედიანად ვარ მე ხოლო რაც შეეხება აი რაოდენობას ხალხის მე მართლა მაინტერესებს საკუთარი კვლევის ცენტრი არ მაქვს აი ძალიან მაინტერესებს ზუსტად რამდენი ადამიანს ესმის ეს სურვილების თეორია და რამდენი ადამიანი ხედავს პრაგმატულად ამ ყველაფერს. გამომდინარე იმ რეაქციებიდან რაც მოხვა არჩევნების საკითხზე ოპოზიციების გაყოფას და რამდენიმე ბარიერ გადალახული ორი პოლიტიკური ძალის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მინდა სწორედ კითხოთ რამდენად სწორი იყო გახარიას გუნდის და ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ამ კონფიგურაციით ოპოზიციურ პარტიებს რამდენად აქვთ წარმატების შანსი მუნიციპალურ არჩევნებში. წარმატების შანსი თუ თქვენ ლაპარაკობთ ახლა რაც არ უნდა იძახონ ახლა ამბატმა გასაგებია ესენი ყოველთვის იტყვიან რომ არ იყოს სწორი და ასე შემდეგ მაგრამ მოგების შანსი ჩემი აზრით ამათ არ აქვს ერთადაც რომ მიიღოთ მონაწილეობა მაინც არ ქონდათ მე ესე მგონია ხალხო დედაქალაქში საპარლამენტო არჩევნებში იცი და დედაქალაქში როდესაც მათ იმედი აქვთ იმ არჩევნების წინა ციფრებს რომელიც ერთხელ დაფიქსირდა იმის მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ხა იმის მერე თუ მე კიდევ ერთხელ გავუნებთ ახლა რაც უკრაინაში მოხდა რაც არის დღევანდელი ევროპის პოზიცია რომ ჩვენი უსაფრთხოებისათვის ეხლა უკრაინაზე უკეთეს მაგალითს სად მოუძებნით და ამიტომ მოდი ყველანაირი იარაღი და ყველაფერი მოუძებნოთ რომ იქნებ ჩვენ დაცულები რომ ვიყოთ ამ ტერიტორიაზე ამ ხალხის მონაწილეობა და ეს ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდეს თუ ადამიანების დიდი რაოდენობა ამას ვერ ხედავს მე მართლა გეუბნებით აქ და სახელმწიფო მაინც არ გამოვა ამიტომ თუ ეხლა ეს კი არის ადგილობრივი არჩევნები და კი არის სხვა თემები თითქოს მაგრამ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე მე მაგალითად ვერ ვაკეთებ არჩევანს და ეხლა კახი კალაძეს რომ წყავდეს ვინმე ალტერნატივა პიროვნული და გამომდინარე და რაღაც ისეთი საქმიანი გამოცდილების და რო ვიფიქრო რომ მოდი იქნება ცალკე განვიხილო ეს საკითხი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე მე მაგის უფლებას შემთხვევით მაგალითად ვერ მივცემ იმიტომ რომ აქ არის დაუშვათ ის შეხედულებები რომლის უკანაც ახლა მე ვიზიარებდი აი ომის პარტიის ტერმინს და რატომ იმიტომ კი არა რომ მათ მონაწილეებს და მომხრეს ყველას ომი უნდა ეს ასე არ არის უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან მათი მსოფლმხედველობა ლოგიკურად მივიდოდა ომამდე მე აქ ამიტომ ვეძახოდი მათ ომის პარტიას უბრალოდ ვიზიარებდი ამას იმიტომ რომ მათი მსოფლმხედველობა თავისთავად ეს არის სურვილების ლოგიკა რომელიც თუ არ ვერ ხედავს იმას ახლა უკრაინაში რა ხდება და თუ ახლა შენ ეს საფრთხე რაც იყო ახლა უკვე სირცხვილიც კი არის ჩემი და რაღაცა ექსპერტული ამაზე ლაპარაკი. ეს იმდან 2-4 ისე გასაგებია, იმიტომ ვთქვი რომ ჩვენ სოფხედველობრივად გაღლეჭილები ვართ. იქეთ ამ სოფხედველობა ისე ხედავს როგორც ევროპიდან მოდის ეს გზავნილი, არის ადამიანები რომელსაც ამას ვერ ვღებულობთ ახლა და ჩვენი მთავარი გამოცანა იცით რა არის? ერთმანეთს რას უპირებთ, ეგ უნდა გავარკვიოთ თორე საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის. დააზიანა თუნდაც აი ამ არჩევნების საკითხზე.
უთანხმოებამ და გასხვავებულმა პოზიციებმა საერთო ოპოზიციური ბრძოლა, თქვა თვითონ ოპოზიციური ერთობის იდეა, ანუ ოპოზიციას თქვა იმ შემთხვევაში თუ ისინი ერთიანობა შეინარჩუნებდნენ ისეთ მთავარ საკითხზე როგორც იყო იგივე არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა, ამ შემთხვევაში ეს უფრო გააძლიერებდა მათ პოზიციებს. მართალი გითხრათ, რაც უფრო დაზიანებულს ვნახავ მაგათ და დაშლეს, მე ეგ უფრო მესიამონება და დიდად თავი არ მომიკლავს მაგაზე ფიქრით პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ მე დამდვილად არ ვარ მომხრე იმის, რომ ქართული ოცნება დარჩეს ესეთ ერთპიროვნულ მართლობაში მუდმივად, მაგრამ და მარტო მხოლოდ თვითკრიტიკა იყოს ერთადერთი რაც ჩვენ გვაქვს იმის გასაკონტროლებლად, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ რაში ეცით საქმე, ხა თქვენ ხშირად გაიგონებთ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ ხო ხესმით ეგ ამბავე რა. ავტორიტარიზმის ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი ნიადაგი იცით როდის იქნება. როდესაც ხელისუფლებისთვის კი არ არის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ეგზისტენციალური საფრთხე, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერებიც ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ იმ სოფხედველობას, რომელიც ოპოზიციას გააჩნია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისინი რთავენ უბრალოდ კონტროლის მექანიზმს, გამორთავენ საკუთარი ხელისუფლების მიმართ თვე. იმიტომ რომ არავის არ შეუძლია ხა თქვას, რომ იცი რა, ოღონდ დემოკრატია გადარჩეს და არაუშავს ახლა ჩვენ ქვეყანაში ომი თუ დაიწყება. არა და ეს ხალხი, ვინც ამას აღიქვამს, რომ ომის საფრთხე რეალური იყო და არ იზიარებს, რომ ეს ქართულ ოცნებამ კი გამოიყენა, გადასარევად გამოიყენა გამარჯვებისათვის, მაგრამ მას ეს გამოგონილი მოცემულობა კი არ გამოუყენებია. ეს საფრთხე რეალური იყო და შენ როდესაც ახლა ადამიანები მოგიწოდებენ იმ სოფხედველობისაგან, რომელსაც შენ თვლი რომ შენთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, შენ უკვე აღარ აკრიტიკებ შენივე ხელისუფლებას ისე დონეზე, როგორც გააკრიტიკებდი ეს რომ საუბარი იყოს დაუშვათ იმ შემთხვევაში, რომ დემოკრატიის ხარისხი არ მოგწონდეს მხოლოდ. აქ ახლა თქვენ ორ ძირითად ნარატივს შეხედავთ, იგედა მხარეს, ხო? აი ორი ძირითადი ნარატივია, ხო? ერთი დემოკრატიის ხარისხზე კი ბატონო, ვილაპარაკოთ დემოკრატიის ხარისხზე, მაგრამ იმ ხალხთან შეიძლება ამაზე საუბრალი, ვინც გეოპოლიტიკურ ილუზიებში არ არიან. ეს ერთი. მეორე თემა, ომის საფრთხე გამოგონილი თუ გონია, ესე იგი ჩვენ გავიყავით უკვე მსოფლმხედველობად იმდენად, რომ ეხლა მარტო ერთ-ერთი გამოსავალი ის არის, ვინ რამდენი ვართ. ამას ეხლა ასე მოგუწევ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუცვლით. კუთხით თქვენ ხედავთ თუ არა პრობლემებს. რა თქმა უნდა, ხედავ და მე მაგას გეუბნები რომ პერიოდში გახდა რეზონანსული არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ფარგლებს გარედაც. იგივე ცალკეული ელჩების მიმართ გამკაცრებული რიტორიკა დღეს გერმანიის ელჩი იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ ღია დადანაშაულებენ ესკალაციის მხარდაჭერაში, ხელშეწყობაში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, ანუ პოზიციონირება ამ ხრივ მმართველი გუნდის ნაბიჯები, თუნდაც გამკაცრებული რიტორიკა და ტონი ოპონენტების მისამართით. ეს როგორ შეფასდებოდა თქვენი მხრიდან? აი ზუსტად გეტყვით თამთა, მე მთავარი აქ მიმაჩნია ის, რომ იმიტომ ვთქვი თავიდან, რომ შენ თუ გადარჩენის სტრატეგია აირჩიე, ამან შენ წინააღმდეგობაში შეგიყვანა ევროპასთან, იმიტომ რომ თქვენი ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. ეს უკვე მაგის შედეგებია. აი ამ შედეგე ეს გზა რო უკვე გარდაუვალი იყო და შენ რომ მოხვდი ამ გზაზე. ეხლა აქ როგორ მოძრაობ, მაგი მე ზუსტად არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სხვანაირად უკეთესად შეიძლება და აქ გაუმჯობესება, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. აქ ეხლა კრიტიკა იმაზე რომ შენ ამ უკვე როდესაც გადმოხვედი ამ გზაზე, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ ქონდა. მარტო მისი ბრალი არ არის ეს გართულებული ურთიერთობა, ხა თვითონ ყველაფერი სამდემართალი იყო და იქედა ყველაფერი ხდებოდა, მაგას არ ვფიქრობ, მაგრამ საარჩევნო რეკლამის დრო არის და შემდეგ სულ რაღაც ეს ის ნეგატიური მოვლენებია. რამდენიმე წუთში რომ გავაგრძელოთ საუბარი საარჩევნო რეკლამის დრო ახლა გადაცემაში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რომან კაკულია, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი არის ჩვენი სტუმარი. ბატონო რომან, რომ განვაგრძოთ საუბარი ზუსტად ამ გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლაზე და იმ მმართველი გუნდის მხრიდანაც გამწვავებულ რიტორიკაზე ელჩების და ზოგადად საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის მიმართ. თქვენ ამბობდით, რომ ეს სხვა გზა და არ ქონდა ხელისუფლებას. ახლა თუ არის ამ ურთიერთობის გადატვირთვის და გამოსწორების შესაძლებლობა, თუ არსებობს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის მმართველმა გუნდმა. იზეთა მე ასე დაჟინებული მოლოდინის და სურვილიც კი ამის სასწრაფოდ გადატვირთვის არ მაქვს, იმიტომ რომ ახლა ჩვენთან შეიძლება არის ხოლმე საუბარი ამერიკასთან უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები. და რო გადავტვირთავთ, მე რას მივიღებთ ამაზე ერთხელ დაუფიქრებლად რო გადავტვირთეთ, ხო ნახეთ რაც მივიღეთ და აქ ეხლა ერთ რამეს გავიხსენებდი ახლა მე რომ თუ ამერიკის პოზიცია ხედავთ რომ ევროპის პოზიციისგან თავიდან ძალიან განსხვავებული იყო, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი ბრუნდება ისევ ომის რიტორიკა არსად არ წავა, ომიც გაგრძელდება და როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ
პრეზიდენტად არ იყო არჩეული, რადგან პოლიტიკა მაინტერესებს, ცხადია არის რამოდენიმე საკონსულტაციო სამსახური ამერიკაში, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, ახლა ვისაც ეს თემა გვინდა და ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რაც ადამიანის მიმართ არსებობდა, იყო ის, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომში შედეგის მიღწევა გაძნელდება, მაშინ რუსეთის დასუსტების ალტერნატიული მეთოდები უნდა იქნას მირჩეული და ყველა ის რეგიონი თუ ადგილი, სადაც მისი ინტერესები არსებობს, იქედან უნდა განხორციელდეს მათი შემოწმება. ანუ შენ ისევ რჩები იმ არეალში, როდესაც შენი მთავარი ფუნქცია რუსეთის დასასუსტებლად გამოყენება რო არის, ევროპა იქნება თუ ამერიკა, ეს დღის წესრიგიდან არ იხსნება. ამიტომ გადაწვირთვა, ეხლა როგორი გადაწვირთვა გვინდა ჩვენ ამას რო გაითვალისწინებს ეხლა ამერიკელი თუ ევროპული ლიდერი, რომელიც იცის საქართველოს იმდენად კარგი ადამიანები არიან და ისეთი დემოკრატიის ხარისხი აქვს, რომ მოდით ეხლა ეს დამოუკიდებლად განვითარდეს და რუსეთთან დაპირისპირება ჩვენ საქმე გამოვიყენოთ. ეს მოცემულობა, იმიტომ რომ რამდენად მყარია ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები ევროპასთან დიალოგი შეჩერებული, ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული. საოცარი ადამიანები როცა ამას ლაპარაკობენ და გვიხსნენ, არ არის მყარი. იმიტომ გეუბნები რა მაგას რატომ მიხსნით? მეც ვიცი რომ არ გამყარდება ასე უცებ გადარჩენის სტრატეგია, რას ითხოვს ჩვენგან? ჩვენ სურვილების რაღაცა ლოგიკიდან უნდა გამოვიდეთ, რა ჩვენ აუცილებლად ვეძებთ კარგ გამოსავალს. ეს კარგი გამოსავალი ასე უცებ შეიძლება არ იყოს. მე იმიტომ გეუბნებით გადარჩენა ორ ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ, აი ამ ასეთ ვითარებაში როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი გართულებული ურთიერთობა, გამწვავებული რიტორიკა და უკვე აი თქვათ ის ხომები, რომელსაც უკვე ვხედავთ ელჩების წებაში დაბარების. მე აი ამ წლების განმავლობაში უკვე ვხედავ, რომ რაღაცა კოლექტიური არაცნობიერის პლასტებში ჩავიდა ეს მისწრაფება. ჩვენ არსად არ უნდა მივისწრაფოდეთ, ჩვენ ერთ-ერთი პრინციპი, რაც ჩვენთვის მთავარია, ჩვენ იქნებ შევთანხმდეთ ერთმანეთთან თანაცხოვრების წესზე, სახელმწიფო რო გამოგვივიდეს. მე წეხარ ვიხმარე სიტყვა კოლექტიური ისტორიული პასუხისმგებლობა. ამის გარეშე ერები ვერ გადარჩებიან. ეხლა ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე როცა მესაუბრებით, მაშინ მე რო უნდა მქონდეს და დღევანდელი ევროკავშირი რა არის, ამაზეც უნდა გესაუბროთ, იმიტომ რომ ეხლა თავგანწირვის გარდა იქეთკენ მიმავალი გზა დღეს არ არის. თავგანწირვის ღირებულება შეგვიძლია ევროკავშირი დღეს არ არის. მე გადასარევად ვიცი რა არის ჯერ კიდევ დადებითი ამ ევროკავშირში, რომელიც ასე ხელის გაშვება არ შეიძლება, მაგრამ თავგანწირვის საფასური იქ არაფერი აღარ არის დღეს. ეს უფლებების იცით რა არის? ეხლა კი 10 წელია ჩვენთან არ იყო ეს ამის განხილვა, თორე ევროკავშირის დაავადება, რომელიც მას სჭირდა, რომელსაც ეხლა ერთი წინადადებით შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი, წაკითხული მოსმენელი. ეს არის უფლებების დომინირება მოვალეობებზე, რომელსაც სტარტი ძალიან დიდი ხნის წინ აიღო და ეს ისტორიული სამართლიანობა ვერ პასუხობს ამას. თქვენ ეხლა არ გინდათ ასეთ დისკუსიებში შემოსვლა, იმიტომ რომ იცით ტიპიური მსმენელი ითხოვს ისეთ ინფორმაციას, როდესაც ერთიდან მეორე გამომდინარეობს და ეს დეფიციტი გვაქვს ჩვენ. ის სიღრმისეული საუბრის ფორმატები ფაქტობრივად არ არის. ჩვენ გვინდა ესეთ საუბარი, როდესაც მიზეზშედეგობრივი კავშირების რგოლი არის მხოლოდ ორი მოცემულობისგან შედგება. რა აქედან ეს გამომდინარეობს და ყველაფერი გასაგებია. გამარტივება, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის სიმარტივე, მაქსიმალური განეიტრალება, ყველაფრის გამარტივება ის ომის მომხრეა, ეს მშვიდობის მომხრეა, ამას ევროკავშირი უნდა, ამას რუსეთი უნდა, ამ პრივიტივიზმიდან გამოსასვლელი თუ არ ვიქნა სივრცეები, ეხლა მე თქვენს წინა რესპონდენტს მანქანაში უსმენდი და რაშიც ვეთანხმები თქვენი ეთერის მიმართ მეც რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები ცალ-ცალკე დაყოფილები, ეს არ არის ჩვენი მომავალი. თან ადამიანები იკრიბებიან ეს ტელევიზიაში, მაქსიმალურად გაშარჟებული ფორმით წარმოაჩენენ მოწინააღმდეგის პოზიციას, მე იმ მოწინააღმდეგის გარეშე იმარჯვებენ ამ პოზიციაზე და ბედნიერები ტოვებენ თავის ეთერს. ეგ უნდა დაამთავრდეს და აქ უნდა ახლა ის ქალბატონი, რომელიც იყო ჩემს გარეშე იყო, როდესღაც იქნებ ჩვენ ერთადაც შევდოთ. ნამდვილად ჩვენი სურვილიც ეს არის, რომ დისკუსიის ფორმატში მოხდეს აი ამ რაოდენოვანი პოზიციების აუდიტორიისთვის მიწოდება. ბატონო რომან დიახ, დრო გვეწურება, უკვე ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ, ხვალ ველოდებით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ წინასწარი განცხადებების მიხედვით? ერთ-ერთი აქცენტი და მიმართულება იქნება ის, რომ გაეროს ტრიბუნიდან გააჟღერებს მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის სურვილს და შეთავაზებას. რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს გამოსვლის აი ამ ნაწილს და ელოდებით თუ არა, თქვათ, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან უკვე რამდენიმე თვეა გასული, იანვარში გახდება 1 წელი, ჯერ ურთიერთობის გადატვირთვის ნიშნები არ ჩანს. მართალ გითხრათ, მე არც ველოდები და ამ ეტაპზე სანამ მთელი რიგი საკითხები არ გაირკვევა, რომელზე საუბრის უფლებასაც ალბათ თქვენ არ მომცემთ,
დიდი სურვილიც არ მაქვს მართალი გითხრათ, იმიტომ რომ სანამ ის რაღაცები არ გაირკვევა. რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობ? არა მარტო რუსეთ-უკრაინის როს, ჩვენი როლი რა არის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა სურვილების ხალხი თუ ვართ ძირითადად, ჩვენ რო გვინდა რომ იცით რა, ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვინდა და მოდი ყველასთან კარგად ვიყოთ, ეს გადასარევი ვარიანტია, მაგრამ მაგის უფლება რომ მოიპოვო, ეგ გასარკვევია. თუ ჩვენ ჩავჯექით იმ რეჟიმში, რომ ცალსახად მოგთხოვეს თავის მხარეს დუობა ამ დაპირისპირება მხარემა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია. ამიტომ სანამ ეს არ მეწოდინება, რა სიტყავს ამერიკა ის თუ ისევ იმ რიტორიკაში გადადის და იმ მოთხოვნაში, რომ ყველა ის უბანი და სექტორი სოფლიოში რუსეთთან დაპირისპირებაში რაში გამოადგება, თუ ამ კუთხით უნდა ვიყო განხილული, მაშინ რაში მჭირდება ეს გადატვირთვა. ეგ უნდა გაირკვეს პირველ რიგში და მაგის გარკვევისათვის ახლა ეს გადატვირთვა კი ბატონო, რაღაცა თითქოს ინერციით მივდივართ, მაგრამ მე მესმის ძალიან კარგად, რომ ის რეალობა, რომელიც ახლა ჩვენ გვირტყავს, ჩვენივე შექმნილია. არა სამთავრობო სექტორები, ახლა რაღაცა თითქოს ერთი ამბავი ატეხით და ჩვენ არ ვიყავით, ის ხალხი ვიყავით ჩვენ, რომლებიც ვიძახოდით, რომ ესენი არიან მისიონერები, რომლებიც ის ცივილიზაცია უნდა შემოგვიტანონ, ესენი რომ რამე სიტყვიან, მაგაში ეჭვი შეტანონ როგორ შეიძლება, მაგრამ შეიძლება რეალობა და ახლა ამ რეალობაზე ვინც რეაგირებს პოზიტიურად, კარგი, ადამიანები თუ ვერ რეაგირებენ, მე არ მეკვირს ფათაშორის და ვცდილობ გაგებით შევხედო, როგორ შეიძლება ხა ადამიანი, რომელსაც შენ თვითონ ვეუბნებოდი, რომ მაგის სიტყვაში ეჭვი არ შეიტანო, დღეს ეუბნები, რომ ეს აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს, ძნელი გადასახარში ეს ადამიანისთვის, მე მესმის, მაგრამ ყველას უნდა კონდეს თავისი პოზიცია რას ნიშნავს, იცით, ჩვენ უნდა გადაამოწმო წყარო, რომელმაც ჩვენ შეხედულება შეგიქმნა ეს ერთი და მე მის мотиваციაშიც უნდა გაერკვე ის შენი შეხედულებების შექმნაზე რომ მუშაობს, მას რა უნდა და ამიტომ ეს გადატვირთვა ხა ჩემი ესეთი საოცრებო სიტყვა ნამდვილად არ არის. კი ბატონო, იტყვის ტრიბუნიდან იტყვის ახლა ძალიან კარგია რომ იტყვის და ბატონი მიხეილი დადებითი ეფექტი ექნება? იცით რა, ვერ გეტყვით, არ მინდა გაზვიადებული მოლოდინები, ეს იმდენად ცუდი რამეა, რომელსაც იმდენჯერ დაგვაზიანა ჩვენ, რომ მე აღარ მინდა გაზვიადებული მოლოდინები, არც ველოდები და არც სურვილი მაქვს მართალი გითხრათ ამ ეტაპზე, სანამ არ გაირკვევა რეალურად რა არის ჩვენი ფუნქცია, ეს პაუზა მადი ჩვენს მიმართ. მე ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ ამ ეტაპზე ხა ამას ახსნა უნდა და შეთავაზების და სიტყვიერი განცხადებების გარდა კიდევ შეიძლება რომ რაიმე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გადადგმა საჭიროა ხელისუფლებას. იცით, ეგ ახლა შიგნით უნდა იყო ქართულ ოცნებაში, უნდა იცოდე ესენი რას ალბათ ცდილობენ რაღაცა არხებით გამოძებნონ აი ამ კონკრეტულ თემაში გარკვევის პროცესი. ანუ რეალურად რა სიტყავს ამერიკა ჩვენგან გადატვირთვა რას ნიშნავს. ჩვენ კი ვიძახით ამას, იცით, ჩვენი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ შენი ინტერესები რო გინდა გათვალისწინებული იყოს, მას რა ინტერესები უნდა მაგის დაუზუსტებლობა მიგვიყვანა აქამდე. ნიშნებს მაინც ხედავთ აი გარკვევის მცდელობას თუ აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან. იცით რა, აი ესეთი ერთი რამე არ მოხდეს კიდე რა. ჩვენ გონია, აქ ხშირად ხელისუფლება ამოწყობს, თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა, მაშინ ჩვენი ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთება. პირიქით იქნება ეგ. თუ ის დასრულდა და ანუ იქ ვერ მიაღწიეს იმ შედეგს რუსეთთან მიმართებაში, მაშინ ხო გითხარით, ყველა ის უბანი, საიდანაც რუსეთს დამატებითი პრობლემები შეიძლება შეექმნეს, მათი მნიშვნელობა გააქტიურდება და ჩვენთვის შეიძლება ეს უფრო დაიძაბოს და არა პირიქით და ამიტომ ამას გარკვევა უნდა. ეხლა ესე რაღაცა სურვილების ეკონომიკაში და სურვილების ლოგიკაში მე ვერ მივუყვები ვერავის. მადლობთ. მადლობთ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.